გამარჯობა მეგობრებო. ამას წინათ ჩემსმა დაუძინებელმა კონკურენტებმა, პოდკასტმა აბრაგანმა დაპატიჟეს თავისთან სინამდვილეში კი ესტუმრენ ფიზიკურად, მაგრამ გადაცემაში დაპატიჟეს ნემსო, გიორგი ნემსაძე, ვეტერანი ბორჯღალოსანი და მე ვიფიქრე, კაცო, ვერ გავიგე, აბრაგანმა ნემსო მოიყვანო და მე არ მოიყვანო, ეგრე ხო არ გამოვა მეთქი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეც დამეპატიჟებინა, მაგრამ იგივეს ხო არ გავიმეორებდი, ამიტომ მოვიყვანე დავით ნემსაძე, გიორგის ძმა, საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი და ძალიან საინტერესო ადამიანი, იმიტომ რომ ამ თემებზე, რომელზე ლაპარაკსაც ახლა ვაპირებ დათოსთან, ამ სტუდიაში და მე მგონი არც ერთ სტუდიაში ესეთი ფართო და ჩაკირკიტებული ლაპარაკი არ ყოფილა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოხვედი დავით. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა იმისთვის რომ აკეთებთ ამ საქმეს. და ძალიან მიხარია, რომ ეს სფერო საინტერესო გახდა მსმენელისთვის. კი, ამ სტუდიის შექმნის იდეა ის იყო, რომ რაგბისთან სხვადასხვანაირად დაკავშირებულმა ადამიანებმა თავისი სათქმელი თქვან, თავისი საქმე თქვან, თავისი საქმე წარმოაჩინონ და მე ერთიანად რომ დავინახავთ ყველა მხრიდან, გავიგოთ ეს თამაში როგორია, როგორ იქმნება, როგორ თამაშდება, როგორ მიდის იმ წერტილამდე, რაც ჩვენ მერე ეკრანზე ან სტადიონზე ვხედავთ და ამიტომ შენი თან ახლა მეც ხო მითამაშია ცოტა რაგბი და რაღაცა შეკითხვები მუდმივად გამჩენი, აი მაგალითად რომ რაღაცა ეტაპზე რომ ძნეოსნობის მწვრთნელები რო ცილს გვიშრობდნენ, აი მათ უნდა გაეშროთ თუ არ უნდა გაეშროთ, ის იყო ეს. მოკლედ რაღაცა შეკითხვები დამიგროდა და მიხარია რომ აქ ახარ. პირველ რიგში გიორგი ჩვენ ვიცნობთ ეროვნულ ნაკრებიდან, სხვადასხვა ინტერვიუებიდან, ჩემთანაც ყოფილა, ოღონდ აქ არა სხვა გადაცემაში და ეხლა შენი გაცნობის დრო მოვიდა. შენზე გითხარი 1-2 სიტყვა. სიამოვნებით. მე ვარ დავით ნემსაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების და შავი ლომის ფიზმომზადების მწვრთნელი. ვარ სპორტული მეცნიერების მაგისტრი. და უკვე მე-6 წელია მუშაობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ეს მაგისტრი სად ხარისხი სად მიიღე? ეს ირლანდიაში არის ასეთი კოლეჯი, სეტანტა კოლეჯი, რომელიც ძალიან თანამედროვე და რაგბისთან ახლო ფიზმომზადებას ასწავლის, ასე ვთქვათ. და ეს კურსი შემომთავაზა მე საქართველოს რაგბის კავშირმა და სიამოვნებით დავთანხმდი. მისი ფილიალი უკვე საქართველოშია და ირაკლი ჭყონია, ტიკო უდგას ხელმძღვანელობს ამ საქმეს. ძალიან საინტერესო, მოქნილი და სამეცნიერო ნაშრომებზე, კვლევებზე დაყრდნობილ ინფორმაციას აწვდის კურსზე დამთავრებულებს. ეგ კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მე მგონი ჩვენ საუბარს და პერსპექტივას. ხო, აი ხო, მივალთ მაგამდე, მაგრამ ესე იგი შენც რაგბის თამაშობდი თავის დროზე, ალბათ სხვანაირად ბევრი სპორტი გამომიცვლია. პირველი სპორტი სერიოზულად სადაც ვიყავ იყო ხელბურთი. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც მითამაშია. მე რაგბში წავედი, მე ხელბურთში დავმოვიდი, მე რაგბში წავედი და რაგბს თამაშობდი ქუთაისის აიაში, საზღვარგარეთ ვითამაშე ბელგიაში. რამოდენიმე წელი იტალიაში ვითამაშე 1 სეზონი, 2 სეზონი ვითამაშე საფრანგეთში. მე ტრამვა მივიღე ისეთი, რომ ვეღარ გავაგრძელე თამაში და რა პოზიციას? მე ვიყავი 3-4-დელი, ხაზის მოთამაშე. ფრთა ცენტრი. კარგი აგნოობა გაქვს 3-4-დელის. გიორგიზე მე მგონი ბევრად დაბალი არ ხარ. არა, 2 სანტიმეტრი. ხო, ასე რომ ეგეთი 3-4-დელები საქართველოში სატლიცაძე. უკვე არიან. კარგი ბიჭები მოდიან ძალიან.
არიან უკვე გამოჩნდნენ, ხო? ხო, ნუ ვიღაცები ჩანან, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ზემოთ ასვლა ესეთი იოლი არ არის. ახოთ. რამოდენიმე უმაღლესი დონის ვარსკვლავი ყავს უკვე. დავით ნინიაშვილი მაგალითად რომელიც კაშკაშა ვარსკვლავი არის ქართული და მსოფლიო რაგბის, აკაკი ტაბუცაძე რომელიც ყველა დროის მელელოებს შორის უკვე მე-9 ადგილზეა, ბრაიან ოდრისკოლთან ერთად. და ბევრი არ დარჩა იქ, ხო იცი, მალმალე გადავა იმ ადგილებზე თუ თვითონ ლელოთი უკვე კარგად წაიწევს. შემატკივრო. მე მგონი რომ მოახერხებს. ეხლა გითხარი რა ფუნქცია გაქვს, ჩვენ ვიცით რომ ნაკრებს ყავს კიდევ ერთი მწვრთნელი ფიზმომზადებაში, ინგლისელი დენი ბო, ხო? დან ბო არის წარმოშობით კანადელია, კანადის ნაკრებში თამაშობდა, საკლუბო რაგბს თამაშობდა უელსში და დიდი ხანია უკვე უელსში ცხოვრობს. უელსში ყავს ოჯახი, მეუღლე უელსელია, შვილები იქ არიან დაბადებული გაზრდილები, უელსის ნაკრებში მუშაობდა, ფიზმომზადების მწვრთნელად დიდი ხანი, მე სხვა კლუბებში მუშაობდა და ეხლა არის ჩვენთან დანი არის მთავარი ფიზმომზადების მწვრთნელი. მე ვარ ფიზმომზადების თემაში კიდე არის ვილიამ ლავისი, ვილიამი რომელიც ქართულად გამართულად ლაპარაკობს. მისი სპეციალიზაცია, მისი საქმე არის რეაბილიტაცია ტრავმირებული მოთამაშეების და არის ნიკუშა პინაიშვილი ტექნოლოგიების აი მაინტერესებს როგორი რა ამდენი ხალხი ხა ვიღაც შეიძლება დაფიქრდეს რომ რა საჭიროა ამდენი ხალხი და აი როგორი ნაწილებთ საქმეს ეგამ ნელა საქმეს რა ერთ რაღაცას ვიტყვი აი კლუბებში სადაც ყოფილი ვარ დიდ კლუბებში გაცილებით უფრო დიდი სტაფი ყავთ ფიზმომზადების ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენთან აი როგორც თქვი, მთავარი ფიზმომზადების მწვრთნელი არის დანი. მე ვარ senior strength and conditioning coach, ფიზმომზადების მწვრთნელი. ვილიამი არის რეაბილიტაციის კუთხით და ტექნოლოგიები ნიკუშა პინაიშვილი. ტექნოლოგიებში ალბათ GPS-ი შედის, ხო? და კიდე? უამრავ ტექნოლოგიებს ვიყენებ. აი, რას იყენებ? GPS-ი არის ერთ-ერთი, რასაც ყველაზე ფართოდ ვიყენებთ, ყველა ვარჯიშზე თითქმის GPS-ი უდევს მოთამაშეს უკან, პატარა ჯიბი აქვს ყველა სავარჯიშო სათამაშო მაისურს. ამის გარდა ყველაზე ხშირად ვიყენებთ კიდე გულისცემის მოწყობილობას, heart rate monitoring. ესეც თითქმის ყველა ვარჯიშზე გამოიყენება. დარბაზში ვიყენებთ ჯიმევერიერი ასეთი მოწყობილობა, რომელიც მოძრაობის სისწრაფეს ზომავს, ძალის, ფეთქებადობის, ძალიან ბევრი ინფორმაციას უაძლევს. ვიყენებთ ასახტო მიხალიჩები არის კიდე, ვიყენებთ force deck-ი არის ასეთი. ხალიჩა რა? ხალიჩა რომელიც ზომავს რამ ხელაზე ხტები რა სიმაღლეზე ხტები. force deck-ი ვიყენებთ ძალიან ბევრი რაღაცებს ვიყენებთ. ამ force decks რამოდენიმე ტექნოლოგია აქვს, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ რეაბილიტაციის თემაშიდაც რამოდენიმე ტექნოლოგიას ვიყენებთ. ასე რომ ტექნოლოგიურად დღეს რაგბი ძალიან დატვირთული არის, ძალიან. ხო, და აი მაკედან წავიდეთ მაშინ იმ სეტანტას კოლეჯამდე, რომელიც ახსენე. აი რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ შენი კურსი თუ სამაგისტრო კურსი იყო წელიწადნახევრიანი. წელიწადნახევრის მანძილზე გავიარეთ 6 მოდული. იქ არის თანამედროვე მიდგომები ფიზმომზადებაში, ნუტრიცია, ბიომექანიკა, სტატისტიკური ანალიზი და ასე შემდეგ და აი პრინციპულად რო ავიღოთ, ეხლა ძალიან მაყურებლის ყურიც რო ძალიან არ გადაღოლოს, მაგრამ რაღაცები რო გავიგოთ. აი პრინციპულად ახალი რა არის დღეს ფიზმომზადებაში, რაც არ იყო ადრე და დაუშვათ რა არის ისეთი, რაშიც ძველი ფიზმომზადების სკოლა ძალიან დიდ შეცდომას უშვებდა. ერთს უკვე შევეხეთ, ძალიან ბევრი ტექნოლოგიები გამოიყენება უკვე ფიზმომზადებაში, თითქმის ყველაფერი იზომება. დაწყებული მოედნიდან, დარბაზი, დღესდღეობით
აღდგენასაც უკვე რაღაცა ცდილობენ გაზომი, გულის ცემის მოწყობილობებია, ძილის ხარისხი. ესე იგი ტექნოლოგიები ძალიან ღრმათაა შემოსული სპორტში. განსაკუთრებით რაგბი. რაგბი ერთ-ერთი პირველი სპორტი იყო, სადაც თუ პირველი არა, სადაც GPS-ები მოწყობილობების ხმარება დაიწყეს, რომელიც გაძლევს ყველანაირ ინფორმაციას. სად აჩქარდი, სად შენელდი, სად მიმართულება შეიცვალე, რას სწრაფეზეადი, რამდენი კონტაქტი გააკეთე, ძალიან ბევრი ინფორმაციაა. კონტაქტს ითვლის, კონტაქტი მაინდა-მაინც ზუსტი არ არის და ჩვენ არ ხმარობთ კონტაქტს, მაგრამ ძალიან ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან 200-მდე რაღაცას ითვლის და ჩვენ ვიყენებთ ახლა რაც უფრო საჭირო არის ჩვენთვის. ესე იგი ერთი ეს რომ ძალიან ბევრი ტექნოლოგიები შემოვიდა რაგბში. მეორე ძალიან ინდივიდუალური გახდა ფიზმომზადება. ესე იგი პოზიციების მიხედვითაც და ინდივიდების მიხედვითაც, იმიტომ რომ ერთი და იგივე პოზიციაზე მოთამაშე, ორი მოთამაშეს აღდგენის დონე შეიძლება სხვანაირი ქონდეს, დატვირთვის შეიძლება სხვანაირად მოგიწევს დატვირთვის მიცემა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ იღდგენს ერთი ისე სწრაფად, როგორაც შეუძლია მეორეს აღდგენა. ესე იგი ძალიან ინდივიდუალური გახდა ყველაფერი რა. ფიზმომზადების ამბავი. ხო, ეს გასაგებია, მაგრამ აი მაგალითს გეტყვი. ჩემ ბავშვობაში ამბობდნენ, რომ როირბენ წყალი არ უნდა დალიო. მერე ამბობდნენ, რომ პირიქით როირბენ წყალი აუცილებლად უნდა დალიო. აი ამ ტიპის გამარტივებული ვარიანტია, მაგრამ აი ამ ტიპის ასე ვთქვათ რევოლუციური ცვლილებები რა არის ხედვებში, რომ აი ადრე ამსე ამბობდნენ, რომ ესე უნდა გაკეთდეს, ესე უნდა დაიგეგმოს, ესე უნდა ავარჯიშო და ეხლა ამბობენ, რომ არა ის რა სისულელე იყო, ეხლა არის ეგეთი რამე, შეიძლება არც გაგახსენდეს ეხლა ესე. კი, როგორ ძალიან ბევრი. ახ მაგალითად რაგბი არის ძალიან განსხვავებული სპორტი პოზიციების მიხედვით. შერკინება კიდე და სტატიკური შერკინება სპორტი არის სპორტში. კი ბატონო. ესე იგი პირველი ხაზელი რომელიც არის 130 კილო და 9 ნომერი რომელიც არის 70 კილო, ერთი და იგივენაირად არ შეიძლება ავარჯიშო. პირველ ხაზზე სხვა რაღაცები უწევს და იმისთვის უნდა იყოს მაგარი 9 ნომერის, 10 ნომერის ფრთის მოთამაშეს და ასე შემდეგ სხვა რაღაცები უწევს და იმისთვის უნდა იყოს მზად. ესე იგი ვარჯიში იგეგმება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც არის ამადოვი პოზიციის მოთამაშის მოედანზე. ამიტომ მე როცა ვთამაშობდი მაგალითად გაერთიანებული იყო ეს პირველი ხაზიც, ბურჯიც და ყველა ერთნაირად დარბოდა, ყველა ერთ ტემპში უნდა ერბინა, ყველა ერთ მანძილი უნდა ერბინა, ეხლა მიდგომა იცვლება და უფრო პოზიციურად სპეციფიური არის რა ყველაფერი. ესე იგი ამ GPS მოწყობილობებმა ვიდეო ანალიზი კიდე ვიდეო ანალიზმა მიცა რა გვს ის რომ გავიგეთ რა არის პოზიციური მოთხოვნები მოთამაშეების და თუ ემზადები მაღალი ტურნირისთვის და იცი იმ ტურნირზე რა გუნდები თამაშობენ, იცი იმ გუნდების ესა თუ ის პოზიცია რა დატვირთვით მოძრაობს, რა სამუშაოს ასრულებს, შენ უკვე ამზადებ შენ მოთამაშეს იმ დატვირთვისთვის, რომ შოკი არ იყოს მოედანზე რო გავა მოთამაშისთვის და მზად იყოს მაგ დატვირთვისთვის. არის რამე ციფრები, რაც თუნდაც აი ამ პოზიციებისთვის არის სტანდარტი. რასაც მაღალ დონეზე მაგალითად მაღალი დონის ბურჯმა, მაღალი დონის 9 ნომერმა უნდა მიაღწიოს, იქნება ეს შტანგასთან ურთიერთობა, სირბილი, დისტანცია თუ რაც არ უნდა იყოს. კი, არის ინდივიდუალური ამბავია. ხო, აი ეგრე არის ზუსტად. არის რაღაც სტანდარტები, მაგრამ იმ სტანდარტებშიც ინდივიდუალური არის ყველაფერი. ერთი და იგივე პოზიციის მოთამაშეების განსხვავდებიან ზომით, წონით ერთმანეთისგან, სხვა სტილის იყოს, შეიძლება ნადოლო თუ გახსოვთ 150 კილომდე იყო ბოლოს რო თამაშობდა და ნადოლოს და შეინ ვილიამსი მაგალითად პატარა ზომის ფრთის მოთამაშეს არ შეიძლება რომ ერთი და იგივე წონების აწევა მოთხოვო. ამიტომ იქაც რაღაც სტანდარტები არსებობს, მაგრამ სტანდარტები არის
სახელმძღვანელი ხო არ არის აუცილებელი რომ სტანდარტები ყველა მოთამაშემ დააკმაყოფილოს ბევრი მოთამაშე რომელიც ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ვარსკვლავი არის ამიტომ ისე არის იქ მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას მაინდა-მაინც არ ვაქცევთ მაგას ამას წინათ მოვისმინე ახალი ზელანდიის ფიზმომზადების მწვრთნელი ლაპარაკობდა ესე პოდკასტში სადღაც და მაკოუზე ამბობდა რა რომ აი ვერცი იქა იყო დიდათო ვერც წონებში ვერც ძირბილში ვერც მაგრამ მაკოუ იყო რა ძალიან ბევრი ფიზმომზადების მწვრთნელთან მიმუშავე მაღალი დონის მათ შორის ქართველებთან ეხლა ირაკლი ჭყონია ვახსენე და ძალიან ბევრი მათგანი ამბობს რომ აი ახალი ზელანდიის მოთამაშეები ფიზიკურად არიან დონეზე არიან გამორჩეულები რა თქმა უნდა ანჯისავია რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა მაგრამ არიან სტანდარტზე რაც განასხვავებთ მათ დანარჩენებისგან არის სკილსები აქვთ უმაღლეს დონეზე და ძალიან დიდ დროს უთმობენ სკილსებს თორე ფიზიკურად რაღაცა დონეზე ალბათ ხო ფიზიკურობით ხო ერთეულები ანჯისავია იქ ბარეტი მეორე მესამე ხაზს უთამაშობს ისიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მაგარი მოთამაშეა მაგრამ ძირითადად აი რაღაცა დონეს რო დააკმაყოფილებენ მაგრამ რაც გამოარჩევთ მათ სხვებისგან არის რომ სკილსი აქვს ძალიან მაღალი და ეს აძლევს საშუალებას რომ ტემპი არ დაუვარდეს თამაშის დროს და ითამაშოს რასაც აკეთებს ძალიან მაღალ ტემპში აკეთოს რა რასაც მოითხოვს თამაში იმ დონეზე არის ის ფიზიკურობა შეიძლება ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაიჩაგროს მაგრამ არ დაიღლება არ გაჩერდება სულ თავის ადგილზე იქნება სადაც უნდა იყოს და მე შესაძლებელი რაცა სკილს ისე მაღალ დონეზე აქვს დახვეწილი რომ მაგას მაგრა დაასრულებს და გავიგე ხო ეხლა რა მაინტერესებს ფიზმომზადების მწვრთნელები ლუდთან როგორ ახართ მეგობრობთ ძალიან ხშირად და დიდი რაოდენობით არა მაგრამ მეგობრობთ ხო აგერ ბაიომ აქვს ტრადიციულად ჩემი მეგობრების მიერ მომზადებული ძალიან კარგი ლუდი შემიძლია შემოგთავაზო როგორი გესიამოვნება მითხარი და სიამოვნებით ეს სხვა გემოებია სხვადასხვა გემოებია კი ეს რა არის ეს არის უფრო მსუბუქი ნათელი ფერის ელი ეს არის უფრო გერმანული სტილის ეს უფრო მომწაროა ეს არის ძლიერი პანჩი ესეთი მაღალი ალკოჰოლი აქვს და ესეც უფრო მსუბუქია უფრო არომატებზე ორიენტირებული ლარგერ ეს მომეწონა ძალიან ეტიკეტი ეტიკეტიც კარგია და გემოციც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლუდი ხო გადავიდეთ რაზე იცი მე რა მაინტერესებს ახლა აი ნაკრები ცოტა ხანს რომ ნაკრებს შევეშვათ მე დავბრუნდებით ბავშვების დატვირთვა მაინტერესებს აი სულ ფიქრობ რამდენჯერ მიფიქრია რომ დაუშვათ ბავშვების მთელი რო იყო აი სულ შემეშინდებოდა იმის რომ ეს ბავშვები არ გადავწვა ზედმეტი არ მივცე დაუშვათ რა არ გადავღალო იმიტომ რომ ჩემს თვალწინ ბევრი გადაიწვა ესე იმის გამო რომ გამოზდიოდა უმატებდნენ და მე რაღაცნაირად ბავშვი იყო რა მაინც რა და ისაქნა აი ამას როგორ უყურებს ახლა თანამედროვე ფიზმომზადების მეცნიერება ყველა წამყვანს არაგო ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ათლეტის განვითარების გეგმა და ყველა საკში აქ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. შეიძლება ყველაფერს შეეხოს, მაგრამ რაზეა გასამახვილებელი ყურადღება. მაგალითად, ბავშვებში ელასტიურობას, მოქნილობას პირველ ახალი დაწყებული რო აქვს ვარჯიში, ესე იგი სკოლაში რო შევლენ პირველი კლასიდან ზუსტად აღარ მახსოვს, რაღაც პერიოდი მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანია. მერე სისწრაფის სისწრაფის მოძრაობების სწავლა მნიშვნელოვანი. სახალისო უნდა იყოს ვარჯიში და ასე შემდეგ. შესაძლებლობების ფანჯრებს უძახიან ამას ყველაფერს და იმ შესაძლებლობების
ამის უკან მეცნიერება არსებობს, და ითვლება, რომ ამ ფანჯრებში შეგიძლია ყველაზე მეტად მოუმატო ამას. მოქნილობა მაგალითად ბავშვი. მოიცა როგორ ფანჯრები, ცოტა ფანჯრები გადა. შესაძლებლობების ფანჯრებს უძახია. და შესაძლებლობების ფანჯრები არის ასაკი, სადაც ამა თუ იმ კომპონენტზე ფიზმომზადები შეგიძლია იმუშაო და ყველაზე მეტი პროგრესი შეგიძლია გააკეთო ამ პერიოდში. ამ სფეროებში, ხო, ამ მიმართულებით. ხო, აქ შეიძლება იყოს სისწრაფე, გამძლეობა, ძალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბავშვებისთვის თავიდან იწყებ მოქნილობა, სისწრაფის მექანიკა, მერე გადადიხარ გამძლეობა შემოდის, მერე ძალაზე ვარჯიში შემოდის და ასე შემდეგ. მოზარდი რო იზრდება გარდატეხის ასაკში შედის, მაგრამ ყველაფერი ესენი გათვალისწინებული არის ამ გრძელვადიან განვითარების გეგმაში და ისე არის დალაგებული, რომ ყველა ასაკს აქ რა არის მთავარი, რაზეა მთავარი სამუშაო, რომ მაქსიმალურად ამოქაჩო ის, რაც ახ ბავშვები მაგათად მოქნილები არიან ბუნებრივად. მერე ხო, აი ის რო შეინარჩუნო, ესე იგი საბავშვო ასაკში პირველი მოქნილობა არის ერთ-ერთი მთავარი მოქნილობა და სისწრაფის მექანიკა, რასაც უნდა გაუსვო, რაც არის პრიორიტეტი. მერე გადახვალ სხვა ასაკში გადახვალ იქ გამძლეობა შემოდის, მერე სხვა ასაკში გადახვალ იქ ძალაზე მუშაობა შემოდის. პატარა ბავშვი ვახ ძალაზე ამუშაო, ან პატარა ბავშვი ისე დატვირთო გამძლეობაზე. იცი ამას ჩვენმა უკვე ეს ცოდნა რამდენად ზის ქართველ ფიზმომზადების მწვრთნელებში დღეს? ქართველი ფიზმომზადების მწვრთნელები, ვისაც განათლება მიღებული აქვს, ან მსოფლიო რაგბის კურსები აქვს გავლილი, პირველი დონე, მეორე დონიანი მსოფლიო რაგბის. რამოდენიმე სპეციალისტი არის, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ხო, მაგრამ ჩვენ ხო გვჭირდება, რომ მასობრივად ეგრე იყოს. რაოდენობა ფიზმომზადების მწვრთნელების გვჭირდება მეტი კი ბატონო. ყველა გუნდიდან უნდა წარმოვიდეს ნორმალურად განვითარებული ბავშვი, ხო ეს? აი წეხანაც ვახსენე, რომ სატანტა კოლეჯი საქართველო უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ თანამედროვე ფიზმომზადების მწვრთნელები გაზარდოს. არის ინტერესი? საკმაოდ. კი, საკმაოდ არის ინტერესი. მსურველები არის, ხო? რამდენადაც ვიცი, ხო, არიან კი მსურველები. რა მაინტერესებს? აი შტანგა. შტანგა ეს ხო იცი წმინდა და რამდენჯერ 15 წლის ბავშვს რაღაცა აი ამდენზე ვკაჩაობ და ვაიმე შვილო რატო რა 15 წლის ხარ. ეს სტანდარტები როდიდან შემოდის საერთოდ შტანგა და წონები? წონებზე ვარჯიში თავიდან სხეულის წონებით იწყებ ვარჯიშს რა. ქვია რაგბი რედი ქვია, რომ მზად იყო იმისთვის, რომ რაგბი ითამაშო სამოყვარულო დონეზე ან საბავშვო დონეზე. აზიდო რაღაცა ხო ჭიდაობა, აი ხეცი ადექი რაღაცა ისეთი დიდი დატვირთვები თავიდან არ არის, დარბაზის ვარჯიშები შემოდის რაღაც შეგიძლია ადრეც დაიწყო, მაგრამ იგი უნდა ხდებოდეს მწოდნე ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ და დატვირთვა უნდა იყოს პროგრესული. არ უნდა თუ არასდროს არ აუწევია სიტყვაზე 100 კილო, პირდაპირ 100 კილო არ უნდა დაადო, ან დღეს თუ აწია 50 კილო, ხვალ ორჯერ მეტი არ უნდა დაადო, რომ რაღაცა არ დაუზიანო იმას და მოძრაობა უნდა იცოდეს მწვრთნელმა, სწორად როგორ უნდა გააკეთოს ესა თუ ის მოძრაობა, იმიტომ რომ არ დააზიანოს რამე. ხო, და აი როდიდან რა ასაკიდან შეიძლება უკვე რომ მიცეთ ეს ჩემი აზრით და საერთოდ აღიარებული აზრია, ბავშვობიდან შეიძლება პატარა წონებით დააწყებიო ვარჯიშები, მაგრამ მარტო მიუშვა ბავშვი და ივარჯიშე, ესე არ შეიძლება. იქ სწორად მოძრაობა უნდა იცოდეს. შეიძლება რაღაცა ღერძით გააკეთოს, ხო. პატარა განტელებით შეიძლება დააწყებიო მოძრაობა, ვარჯიში რაც აუცილებელი არ არის. რაღაცა 14-15 წლიდან იწყებენ ძალის ვარჯიშებს და მაშინაც სწორად მოძრაობას ასწავლიან თავიდან და მერე ტვირთავენ, რომ ისწავლის სწორად მოძრაობას, მაგალითად ჩაჯდომი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარჯიში. შეიძლება შტანგით გაკეთდეს, სხვა რაღაცებით შეიძლება გაკეთდეს. ჩაჯდომს სწორად ვერ აკეთებ, იმაზე წონის დადება არ შეიძლება, ხო, ამიტომ
თუ პროფესიონალი ზედამხედველობის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი, პატარა ბავშვი შეიძლება ავარჯიშოს, წონაზე რა თქმა უნდა პატარა წონები უნდა იყოს ის. თავიდან მოძრაობაზე არის დიდი აქცენტი. ნელ-ნელა რომ სწორად მოძრაობას ისწავლის, მე შეგიძლია უკვე დატვირთო. ჩვენ მაგალითად ხშირად გვარბენინებდნენ ხოლმე კაი მოზრდილ კროსებს. გაგვიშვებდნენ იქ კუსტბაზე არბენა, იქა სადღაც, რა ვიცი მე, სადაც შეიძლებოდა რა. არის დღეს ეს კროსი რა, გრძელ დისტანციაზე სირბილი. მე თითქოს ესეთ გავიგე, რომ აი აღარ არის ეს გრძელ დისტანციებზე სირბილი იმდენად გამართლებული, ჯობია რომ თავშეთ იგივე ბურთით გახურდნენ, რაღაც ეს კროსი ზოგადად რჩება პროგრამაში? არა, აღარ. აი წეხანაც შევეხეთ, როცა ახალი რა არის ფიზმომზადებაშიო, ახალი მიდგომა ის, რომ ძალიან ინდივიდუალური არის პოზიციების მიხედვით და ასე ადრე მთელ გუნდს დავხვევდით ხელს და გავუშვებდით ან კუსტბაზე კროსზე სარბენად და მე როცა თამაშობდი, ესე იყო ყოველ შემთხვევაში რა. ეხლა მაგიც პოზიციიდან გამომდინარე ხდება. ბურჯს თუ უწევს ნაკლები სირბილი და დიდი მასა აქვს, უფრო დიდი დატვირთვა იმისთვის სირბილი და ერთი და იგივე რაოდენობის და ერთი და იგივე ტემპში კროს, ერთი და იგივე მანძილზე და ერთი და იგივე ტემპში ვარბენინებ კროს, იმისთვის უფრო დამღლელია ვიდრე პატარა ფიზიკურად სუბუქი ადამიანისთვის. ამიტომ ეგეც უკვე გათვალისწინებულია და თუ ფიზიკებს ძირითადად მოსამზადებლის პერიოდში ვიყენებთ, ან ვარჯიშის მერე თუ ჩვენ GPS-ების საშუალებით ვღებულობთ ინფორმაციას, ვინ რამდენი ირბინა, რა სისწრაფეში ირბინა და ტოპ-აპებს უძახით, რომ შეიძლება პატარა ფიზიკა გავაკეთებიოთ ბოლოს, იმიტომ რომ ვარჯიშზე არ მოუწია იმ დატვირთვის მიღება, რაც დატვირთვაც გვინდოდა ჩვენ მიეღო, ან შეიძლება მაქსიმალურ სისწრაფეზე მიუშვათ, იმიტომ რომ იმ სისწრაფეს არ შეხებია, რა სისწრაფეზედაც გვინდოდა რომ შეხებულიყო და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ ბევრი სამეცნიერო კვლევა არსებობს, რომელიც ამტკიცებს მაგალითად სისწრაფეზე ვიძახი, ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიუახლოვდე შენი სისწრაფის 90%-ში უნდა შეხვიდე, რომ მერე რომ მოგიწევს კუნთისთვის აქ ძირითადად ჰამსტრინგისთვის შოკი არ იყოს და ტრავმა არ გამოიწვიოს მაგან, იმიტომ რომ რა დატვირთვასაც აძლევ, იმ დატვირთვისთვის ემზადება ორგანიზმი. ესე იგი კროსი 5 და 10 კილომეტრის სირბილი, როგორც მე გავიგე უკვე რომ რაღაცა მე რომ მოვდიოდი და ვანებებდი და ესე ვეღარ ვარჯიშობდი აქტიურად, მაშინ ამბობდნენ რომ აი კუნთი თითქოს ზარმაცდება რომ ეჩვევა აი ამ დარე ტემპს და ფეთქებადობას კარგავს, როცა ერთი ტემპით დარბა. მაგ დამოკიდებულება არსებობს, კი, როცა კუნთი შედგება სწრაფი ბოჭკოებიდან, საშუალო ბოჭკოებისგან, ნელი ბოჭკოებისგან და საშუალო ბოჭკოებს აქ უნარი, რომელსაც უფრო მეტ სავარჯიშებ იქეთ მიდის. ხო. კროსი, ესე იგი კროსი არის ძალიან ცუდად გამოყენებული სავარჯიშო დრო, მანძილი, დატვირთვა მოთამაშეზე, რაც შეგვიძლია გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყენო რაგბის ბურთთან ერთად, გამოიყენო კომბინაციებთან ერთად, გამოიყენო უფრო სპეციფიურად გამოიყენო ვიდრე გაუშვა და ერთ დისტანციაზე ზადიერბინე და ხო, გასაგები. მაგაზე საინტერესო კითხვა გამიჩნდა, აი რა უნდა იცოდეს ფიზმომზადების მწვრთნელმა სხვა მეცნიერებებიდან, სხვა სფეროებიდან, რა ჭირდება კიდე, ჭირდება ალბათ ბევრი რამე ჭირდება, მაგრამ რა გამოადგება ყოველდღიურობაში, რა მომიჯნავე მეცნიერებების ცოდნა იმისთვის, რომ კარგი ფიზმომზადების მწვრთნელი იყოს. ძალიან კარგი შეკითხვაა და გააჩნია რა პოზიციაზე ხარ, თუ მთავარი მწვრთნელი ხარ, იქ მართვა უნდა მენეჯმენტიც უნდა იცოდე, იქ მოლაპარაკებებიც უნდა იცოდე, იმიტომ რომ სხვა დეპარტამენტებთან სულ შეხვედრები გაქვს და ასე შემდეგ. და არც თუ ისე სასიამოვნო, მე რამდენადაც მე 20 წამდე ნაკრებთან ვარ ხოლმე ხშირად ვუყურებ, რომ იქ ფიზმომზადების და განსაკუთრებით შერკინების ცვლილებს შორის არის, რომ აი კიდე გვინდა და არა ეყოფათ დამთავრდა და
კი ბატონო. აი იგივე არის სამედიცინო დეპარტამენტთანაც, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რა შეიძლება მომზადებული იყოს მოთამაშე და რისკი ნაკლები აიღონ რომ კიდე ტრავმა არ გამეორდეს და ასე შემდეგ სხვა დეპარტამენტებთან სულ არის. ხო, ეს მენეჯმენტი. ამის შემდეგ მაგრამ უშუალოდ საქმეში რა. ანატომია უნდა იცოდე, ფიზიოლოგია უნდა იცოდე, ნუტრიცია უნდა იცოდე, უამრავი skills მოითხოვს, მაგრამ პრეზენტაციის გაკეთება უნდა შეგეძლოს, პრეზენტაციის მიწოდება უნდა შეგეძლოს. იგივე თემა არის მე მოთამაშეებთან მოლაპარაკებები, მოთამაშის წახალისება, მოთამაშის დაინტერესება უნდა შეგეძლოს და ძალიან ფართო სფერო არის, ფსიქოლოგია უნდა იცოდე რაღაცა დონეზე და უნდა ისეთი ფართო სფეროა, რომ სულ უნდა სწავლობდე, სულ უნდა ვითარდებოდე. მარტო სპორტული მეცნიერების ცოდნა საკმარისი ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ ფიზმომზადების მსმელი იყოს. ცოტა აი ბიომექანიკა უნდა იცოდე, ადამიანის ორგანიზმი როგორ მოძრაობს, რო ეფექტური მოძრაობა და ამ მეცნიერებებს ჩვენს მაგისტრატურას კურსზე მასწავლებდნენ, ხო? კი, გავიარეთ 6 სხვა მოდული იყო და სწავლა გრძელდება სულ. ხო. სიბერემდე კი სიკვდილამდე ალბათ. კი. აი მაგალითად რო ვთქვა, აი ისეთ პროფესიონალებთან მომიწია და მიწევს და ისეთ მაღალი დონის მორაგბეებთან ურთიერთობა, რომ თითქმის დღე არ გავა, რომ იმგენისგანაც რამე არ ვისწავლო. ამიტომ სულ სწავლობ რა, ყველა მიმართულებით. ხო, იმიტომ რომ შენ რასაც თეორიულად აძლევდა, რა დავალებებსაც აძლევდა, თეორიულად რასაც უკვეთავ, ხო? სინამდვილეში ისინი ასრულებენ, ამიტომ დღეს კი არ მიყვარს ამ სიტყვით ლაპარაკი. ფიდბექი იმათგან უნდა მიიღო, იმიტომ რომ ისინი აიღებენ თავის თავზე ამ იმას, რა ქვია. რა თქმა უნდა, მაგი გათვალისწინებულია ჩვენ ვარჯიში, ჩვენ ვეკითხებით ხოლმე რა დატვირთვის იყო დაახლოებით ვარჯიში, რა შეაფასებ, თქვათ 1-დან 10-მდე 10 არის. ამაზე რთული არაფერი გაიგეთებია ცხოვრებაში, 1 არის სასეირნოდ პლეჟზე წადი და ისინი ციფრს გეუბნებიან დაახლოებით. მიდიხარ თან ეკითხები ისეთ მორაგბეს, ვინც პროფესიონალი ხარჯება, ხო? და ეს იმათ ფიდბაქს გვაძლევს, და გვაქვს ეს უკვე იმათგან მოდის, გვაქვს ეს ტექნოლოგიებიდან ფიდბაკი, მაგრამ ტექნოლოგიები არ ითვალისწინებს, როგორ ეძინა მაგალითად მოთამაშეს, სტრესი აქვს, გამოცდები აქვს, რაღაცა მოხდა, ხო, აი ამიტომ ტექნოლოგიებიდან ასაზღვრებულობთ ინფორმაციას მოთამაშიდან წამოსული და ჯამდება და აქედან კეთდება ანალიზი და აქედან იგეგმება მე რა უნდა გავაკეთო, თორე დაგეგმილი რაც არის წლის განმავლობაში იმას როგორც სამხედრო ისე არ მიყვები. გავიგე მესმის, ხო? იცვლება ბევრი რამე სეზონის განმავლობაში. ვიღაც რაღაცაში აწუხებს, ვიღაც მოდი ჯანზე ყოფნას გაუმარჯოს რა. გაუმარჯოს. ხო, ისეთი საქმეა, რომ და მაგაზე მაგარი არაფერი არ არის. უნდა ძალიან გემრიელია, მე მგონი კაი არჩევანი გავაკეთე. კი, არა, კარგია, ფოქსი კარგია ძალიან. მე ჰავაი ავიღე. ეს მასაც ნამდვილად არ დაეთუნება. და ამის გარდა კიდე ყოველდღიურად ხდება საუბარი ბიჭებთან, აბა როგორ ახარ, რა ხარ გაწუხებს, როგორ აღიდგინე და ასე შემდეგ. ადრე ტესტებსაც ვიყენებდით მაგისთვის, რომ რაღაცა ინფორმაცია მიგვეღო. ტესტებსაც მაქვს, მაინტერესებს რაღაცა. აი ტესტებს ვიყენებდით დილით, რა მონიტორინგს უძახავდით და იქ რაღაცა პახის ტესტი ქონდა, იქ უკანების ტესტი ქონდა, იქ ხელის მოჭერის ტესტი ქონდა, რაღაცა ინფორმაცია მიგვეღო, როგორ ეძინა, როგორ აღიდგინა და ასე შემდეგ და მე მაქედან ცოტა წამოვედით და ეხა უშუალოდ გასაუბრე ვარჯიშისთვის დილით ხდება ვარჯიშისთვის მომზადება, ყველა მიცის უკვე პროფესიონალები არიან ყველა და იცის რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოემზადონ,
ყველას თავისი რუტინა აქვს და იქ გამოველაპარაკები, აბა როგორ ახარ, თუ იცი რომ ვიღაც რაღაცა აწუხებ და ის როგორ არის და მით ინფორმაციას ღებულობ. სამედიცინო დეპარტამენტიდან ინფორმაცია გაქვს, ვინ რა უნდა გააკეთოს, რა არ უნდა გააკეთოს. მე შეიძლება იგი გადაიხედოს კიდე მოთამაშიდან მიღებული ფიდბაკიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. თუ თამაშის მერე რჩებით და უყურებთ ძვირფასო გულშემატკივრებოთ და მატჩი რომ მორჩება და ცოტა ხანი ტრიბუნაზე ჩერდებით, აუცილებლად დაინახავთ ხოლმე რომ ყველა წავა ხალხი ზეიმობს, ლუცვამს, უხარია, ნემსოს რამდენიმე კაცი ყავს გამოჭერილი და აქ ესიქით არ ბენინებს. აი ეგ დარწმუნებული ვარ, ბევრს შეუმჩნევია და ბევრმა არ იცის რატო ხდება ესეთი რაღაცა. აი თამაში რომ მორჩება, ჩემპიონები რომ გავხდები, თასს რო ავწევთ, მე რაღაცა ჭიროა ეგ. აი თასს რო ავწევთ იმ დღეს არ ვარბენიებთ ხოლმე, მაგრამ აი თასს რო ავწევთ ის ბოლო თამაშია და მე უკვე რამოდენიმე თამაში შესვენება არის. მაგრამ შეიძლება თასს რო ავწევთ მაშინაც მოთამაშეები რომლებიც კლუბებში ბრუნდებიან, ისინი მოვიდნენ და არ ბენია რა მითხრან, იმიტომ რომ მოცულობა რომელიც გათვლილია რამ კვირაში უნდა შეასრულოს მოთამაშემ თუ მოცულობა რისი? სარბენი მოცულობა დისტანცია? დისტანცია, აჩქარებები, მაღალი სისწრაფის დისტანცია და ასე შემდეგ. თამაშისთვის შენახული არის X მეტრები, რომელიც დაახლოებით უწევს ამა თუ იმ პოზიციას რა. კვირა რო ჩაიარა თამაშისთვის ეს შენახულია და თუ ვინც მარკაფაში არის და თამაშში ჩართვა გვიან უწევს და ცოტას თამაშობს, იმდენი არ მოუწია სირბილი, იმიტომ რომ თამაში ყველაზე კაი ვარჯიშია. თამაშზე კაი ვარჯიში არ არსებობს, იმიტომ რომ მაგაზე სპეციფიურს ვერ შექმნი ვერაფერს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სათამაშო აქვს კიდე და იქიდან გამომდინარე, რომ ტრამვის რისკი არის თუ რაღაცებს არ შეეხე, ხო? თუ არ მოუწია მაგის გაკეთება, ბევრჯერ მოთამაშეები თვითონ მოსულან და არ ბენია რა. და ან ვისაც ეს უნდა გაიხარჯოს ეს. დაახლოებით 25-30 წუთზე ნაკლებს ვინც თამაშობს, აი იმათ უწევთ დამატებითი ფიზიკა, მოკლე და ინტენსიური. ნაკრებში ყველა სპორტულად ცხოვრობს? უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა. ალბათ რამოდენიმე კაც თითქმის ყველა რა. თითქმის ყველა და სპორტულად ცხოვრებაში რა შედის, ვარემ ეგეც გითხარი, რომ აი სურათი შეგვექმნას ამაში შედის კვება, ძილი და ყველაფერი. აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიკა როგორ ფიქრობ, აი რა არის კარგად ყოფნისთვის. აი რასაც ვერ შეცვლი შენ პირადი გამოცდილებით. მე როგორც საშინელი ძილის პატრონი დავასახელებ ძილს. 100%-იანი. მე რო ძილი კარგი მქონოდა, ალბათ ასე მგონია რომ თებს გადავდგამდი რა. აი პირველი მნიშვნელობით არის ძილი. იმიტომ რომ ძილი არის ისეთი რაღაცა, რაც ძილის დროს ძალიან ბევრი პროცესი მიდის ორგანიზმში, ძილის ხარისხი თუ დაბალია, ეს პროცესი არ მიდის ისე როგორაც უნდა მიდიოდეს. და სპორტსმენისთვის, პროფესიონალ ათლეტისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ძილის ხარისხი, იმიტომ რომ წარმოიდგინე, ძალიან მაღალ დატვირთვაზე არიან. ესე იგი, იმათი ორგანიზმი ძალიან მაღალი აბაროტით მუშაობს, ასე რომ ვთქვათ, ბოდიში ამ სლენგისთვის. კაი, რაც აზრის გასაგებად ყველაზე კაი ტერმინია ის გამოიყენება. და დიდი აბაროტით თუ მუშაობს, დიდი, ესე იგი, ის მაღალი ხარისხის უნდა ქონდეს. ესე იგი, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძილი. მეორე მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნუტრიცია. რას ჭამ, რას ვამ, იმიტომ რომ რასაც ჭამ, ის ხარ. ინგლისური გამოთქმა არის. გასაგებია. რასაც ჭამ, ის ხარ. ამიტომ მორაგბემ უნდა ჭამოს პერფორმანსისთვის. მორაგბემ უნდა ჭამოს იმისთვის, რომ კუნთები, მყესები, ძვლები, სახსრები, თავის ტვინი იყოს გამოკვებილი, ენერგია უნდა მიიღოს იმისთვის, რა დატვირთვის ვარჯიშიც აქვს და თამაშისთვის. თამაში რო დამთავრდება, ანუ ვარჯიში რო დამთავრდება, უნდა მიიღოს ის, რა სჭირდება მე რეგენერაციისთვის, მეტყვი რომ ცვეთა ხდება, დაღლა ხდება,
რეგენერაციისთვის რაც არის საჭირო, იგი უნდა მიიღოს. ამიტომ მეორე მნიშვნელობით არის ნუტრიცია. მერე მოდის ვარჯიში. ამას მე ფიზმომზადების განმოსახედიდან ვიძახი. იმიტომ რომ შენ შეგიძლია მაგრადი ვარჯიშო, მაგრამ ეს პირველი ორი თუ დალაგებული არა გაქვს, შენ შეიძლება ამ ხელა პროგრესი გააკეთო და შეიძლება ვიღაცამ გაცილებით ცუდად ივარჯიშოს, მაგრამ ის ორი თუ დალაგებული აქვს, უფრო დიდ პროგრესს გააკეთოს. აი მაგიტო გეკითხე და დაუბრუნდები ისევ იმ პროფესიონალიზმის და სპორტული ცხოვრების თემას. გავიგე ხა შეიძლება ვიღაცა საფრანგეთში სადღაც კარგ გუნდში ვინც თამაშობს, კლერმონში იქნება თუ სადღაც ტულუზაში, იმას შესაძლოა რომ არ კონდეს მაგის პრობლემა და იქ ადგილობრივი ექიმი იქნება თუ ნუტრიციოლოგი თუ ვინც იქნება, ის მიცემს რაღაც მითითებებს და იკვებება შესაბამისად. საქართველოში სადაც ჯერ ერთი გაჭირვება ყველაფერი, ესე არა. იქ ხინკალია, ცდუნება, შაურმა, ჯანდაბა. ხო ხვდები რას ვამბობ? აქ მოთამაშე და აქ მყოფი ბიჭებიც ახერხებენ მაგას? ჯერ დიდაჩიდაც დიდაძე არც მაქვს ლაპარაკი, ხა დიდაძე ახსე თუ ისე ვიცი რომ აი მაგიტო არის ის პროექტი შავი ლომი ძალიან მნიშვნელოვანი ქართული რაგბის განვითარებისთვის. იმიტომ რომ ხელფასიც ნორმალური აქვს ბიჭებს ისეთი რომ მინიმუმ თავის თავს შეუქმნას ის პირობა რომ სპორტულად იკვებოს დაიძინოს თავის დროზე და ასე შემდეგ რა რაღაცა პირობებს მინიმალურს მაინც მინიმალური შეუძლია თავის თავს შეუქმნან და წეხან ახსენე აი ვინც საზღვარგარეთ თამაშობს შეიძლება იმათ იქ ნუტრიციოლოგმა მიცეს რჩევა ამ ბიჭებთან თითქმის სულ მიდის მუშაობა იმასთან და თუ განათლება ამათი თუ რა უნდა ჭამოს როგორ უნდა ჭამოს ახლა შავლომში და ახალი ბიჭები რომ მოდიან იმათთან სამუშაო ბევრია ძველები ვინც არიან თითქმის პროფესიონალები ვითიციან რა უნდა ჭამონ როგორ უნდა ჭამონ და ძალიან ბევრი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი გვყავს. აი ისეთები რომ უყურებ მიხარია და აი ბევრი რო ყავდეს მასეთები ძალიან წინ ვიქნებით რა. აი ახლა ესეთი შეკითხვა მაქვს. ნახე ერთი ძველი მეუბნებოდა ხოლმე რომ მოყავდა გვართ დამდვილად ვერ გავიხსენებ რუსი ჰოკეის მწვრთნელი იყო მაგარი მწვრთნელად ითვლებოდა და ის რომ ესე იგი საშინელი ვარჯიშები ქონდა წყვეტავდა შუაზე მაგრამ რაღაცა პერიოდში ერთხელ ქონდათ ჯენ ვიპივკი დალევის დღე და იმ დღეს წყვდებოდნენ შუაზე დალევით რა და ეს ითვლებოდა განმუხტვის საშუალებად დღეთ როცა ყველაფერი მოიხსნა ეს დიეტები შეზღუდვები რაღაცეები ეს უფრო ემსახურა რამდენად ფიზიკას, რამდენადაც ფსიქიკას და მორალს, რომ გაუშვას რა. აი მაინტერესებს, შეიძლება ასე რუსები ვიც წყვეტამდე დალევა არა, მაგრამ თუ ითვალისწინებს დაუშვათ ის, რომ რაღაც მომენტში ხა ეს რაგბიში ისედაც ჩადებულია მესამე ტაიმის სახით, მაგრამ აი თუ არის ეს თანამედროვე გაუშვათ ამ მეცნიერებაში, ფიზმომზადებაში, აი ამ ხედვაში რომ რაღაც მომენტში ან დალიოს ან რაღაცა და მოეშვას. კი. იმიტომ რომ დაღლა შეიძლება იყოს ფიზიკური, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და მაგ მეთოდი უფრო ფსიქოლოგიური დაღლის. ფიზიკურ დაღლას უმატებს კიდე ზევიდან, მაგრამ ფსიქოლოგიურ დაღლას უშვებს და ერთმანეთის რომელი უფრო მნიშვნელოვანია რა. ალბათ ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამიტომ ფსიქოლოგიურად რო გადაღლილი არის ადამიანი, მან უნდა მოუშვას ცოტა და წარმოიდგინე ახლა ბიჭები რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ, საფრანგეთის ჩემპიონატს აქვს ყველაზე გრძელი სეზონი. და გიწევს ყოველ კვირას თამაში, რაღაცა შუა სეზონისკენ და ბოლოსკენ ძალიან გადაღლილი ხარ ფიზიკურადაც და მენტალურადაც და ამიტომ მაგ მეთოდი ჩვენთანაც აპრობირებულია და ბიჭებთან ერთად დამილევია კიდევაც თუ თამაში არა გვაქვს მომდენო შაბათ კვირას ან ჩემპიონები რო გავხდებით ან
ხდება ხოლმე კი და აუცილებელია მე ვფიქრობ ეგ ამ. ხო, ესე იგი გუნდის შეკრას უწყობს ხელს. კი. ზოგადად აი ლუდს როგორ უყურებს? იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, ლუდს უცხოელი განსაკუთრებით ბრიტანელი მორაგბეები ძალიან აქტიურად სვამენ. ძალიან ბევრს სვამენ, კი. აი ფიზიკურიდან გამომდინარე ალკოჰოლი კარგი არ არის. კარგი არ არის. მაგრამ არის მენტალური მხარე, რომლისთვისაც კარგია, დაისვენებ, გაუშვებ ცოტას და ამოისუნთქავ. ხო კაცები ვართ, გვიგრძნია მაგი რომ ერთი ჭიქამჭი ხო ჯანგი ანყბებში გამაშვებინა და ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე ალბათ ნაწილი არის ჩვეულებრივად ხო კატეგორიულად აკრძალული და რაღაცა ესეთი რამე არ ახლა თამაშის წინ და თამაშის სავარჯიშო კვირაში და იმაში არა მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს რა ვიღაცას უყვარს დალევა ვიღაცას არ უყვარს ვიღაცა საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს ვიღაცა სვამს მაგრამ ვინც სვამს ალკოჰოლს თუ დრო არის იმისი რომ დალევა ალკოჰოლი ხანდახან უნდა დალევა ახლა სულ ვერი ცხოვრებ ალბათ ისე რა მით უმეტეს მაშინ როცა გიყვარს მაგ საქმე დღეს თბილისის შეკითხვა ასეთი იქნება რომელი წესი უქმდება ჩათვლის მოედანში ლელოს მოედანში თამაშგარე წესი აღარ არსებობს ჩათვლის მოედანში. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რაკი ჩამოყალიბებულია ჩათვლის მოედანში, თამაშგარე წესი გადის შენი მოთამაშეს ბოლო ფეხის ხაზზე. და თუ შიგნით არის, იქ აღარ არის. ესე იგი რაკი თუ ჩამოყალიბებული არის ჩათვლის მოედანში, შენ რო შეხვიდე და დაადო ბურთს ხელი, ლელო არის ჩვეულებრივად. აი ეს მინდოდა მოვესმინა. დიდი მადლობა. მოდი ცხელგულზე მეორე რუბრიკაც მივაყოლოთ. კი ბატონო. ეს არის უკვე შენზეა დამოკიდებული. ამას ქვია ერთი ლელოს ამბავი. და ჩვენ ვირჩევთ ხოლმე სტუმართან ერთად ერთ ლელოს, რომელიც მისთვის რაღაცას ნიშნავს. შეიძლება მისი დადებული იყოს, შეიძლება მისი საყვარელი მოთამაშის დადებული იყოს, შეიძლება მისი გუნდის დადებული. არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცა ისტორია უნდა მოყვებოდეს ამ ლელოს რა, რაღაცა ან ტაქტიკური ისტორია, ან ისეთი კულუარული ისტორია, ან რაღაცა, რითაც საინტერესო შეიძლება იყოს. თუ მოფიქრებული გაქვს, შეგიძლია უკვე მისაქვია. თუ არა და გავაგრძელოთ და მე მითხარი. მოდი ცოტა სხვა რამეს ვიტყვი, ახლა კითხვიდან გამომდინარე და მე ლელუებსაც ვიტყვი. თავისუფლები ვართ, მაგრამ აი მაგალითად ახლა ძალიან დატვირთული გრაფიკი ქონდა განსაკუთრებით სოფლიოს მოსამზადებლის წელი, შავი ლომი, ნაკრები ერთად, შავი ლომი ხან აფრიკაში, ხან ურუგვაიში, ხან და გადაღლილი ხარ, აი როგორი დაღლილი ხარ და იცი რომ აი თან ყველა პირველი იწყებს ვიზუმზადების ჯგუფი ყველაზე ადრე დგება და ყველაზე მე დროს ატარებს მოთამაშეებთან, ყველაზე ჩვენ ვცდილობთ ცოტა ადრე დავიძინოთ რომ მე დილით რო ავდგებით ისე ხოძზე ვიყოთ. ასე ვთქვათ. და აი გადაღლილი რო ვარ ხოლმე და აი რაღაცა მჭირდება რა, ჩავრთავ ბათუმის იტალიის თამაშს, ჰაილაითებს, უელსის, კარდიფის უელსის თამაშს და უყურებ ამ თამაშებს, უსმენ და ეს მოხტავს იმით. ესე იგი მე ვისმენ ფაქტიურად, იმიტომ რომ მე კი ბატონო და ამით ვიმუხტები და მაძლევს ეგი ძალას იმისთვის რომ არ უნდა დაიღალო აი ასეთი დღეები და წუთები რო აჩუქო შენ თავსაც და შენ მოთამაშეებს მაყურებლებს და ყველას რა ვისაც ქართული რაგბი უყვარს და გამომდინარე აქედან აი იტალიასთან გატანილი ლელოები ულამაზესი იყო მატკავას უელსთან გატანილი ლელოც კოჭოში ძალიან მაღალი კლასით შესრულებული მატკავას ჯარიმა მე როგორც ფიზმომზადების მწვრთნელი ტაბუცას 110 მეტრიანი ლელო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ
იმიტომ რომ იქ სისწრაფეზე არის ლაპარაკი, ჩემი სამაგისტრო ყველა თემა სისწრაფეზე მქონდა დაწერილი, იმიტომ რომ მაშინ იყო აზრი, რომ ქართველების საკმარისად სწრაფები არ არიან და მე მინდოდა მაგ დამოკიდებულებას შეცვლაში რაღაცა წვლილი შემეტანა და სულ სისწრაფეზე ვაკეთებდი ყველაფერს და აი ასე ვთქვათ სპეციალიზებას სისწრაფეზე მინდოდა გამეკეთებია და აი რომ უყურებ როგორ მოძრაობენ კაი რეცენზია დაუწერა შენ სადისერტაციო თემაში. ძალიან ბევრი უკვე მაღალი სისწრაფის ძალიან მაგრად რომ მოძრაობენ. აი ჩვენი ვიდეოგრაფი აკეთებს ხოლმე ლაშა ვიდეოებს და შენელებულ კადრებს რომ აი მაგენის ყურებაც მიყვარს. ახ ტაბუცამ ლელო იყო ნინის ლელო იყო რამოდენიმე გაკეთდა კოჭოს ლელო გაკეთდა კიდე და რაღაცა კლასიკური მუსიკა რო ადევს და შენელებულად აი როგორ მოძრაობს და რომელი კუნთი ირთვება და აი მე ცოტა სხვანაირად უყურებ მაგამდებს მაგრამ აი მაგნაირი რაღაცეების ყურებ ისე სისწრაფეებმა მოიმატა ხო არა იქ სადაც ჰაი პერფორმანსია არამედ აი თუნდაც იგივე დიდათში წამოსული ბიჭები ვინც მოდიან ამ აბ ალიგებიდან კი აი ჩვენ ცოტა ყავდა ხოლმე ძალიან სწრაფი მოთამაშეები მე ისედაც გვიან დავიწყე რაგბის თამაში მაგრამ ჩემ დროსაც და მერეც რამდენიმე თაობა აი მართლა სწრაფი მოთამაშეები ჭირდა რა აი ვარჯიშერისთვის რასაც უფრო მეტ დროს უთმობ იმაში უკეთესი ხდები და როცა კროსდარბი ხარ შეგიძლია ირბინო დიდი ხანი მაგრამ მაღალ ტემპში რო ირბინო ამაზე არ ვარჯიშობ და ამიტომ აკაკი ტაბუცაძეს აჩქარებაც სჭირდება, მიმართულების შეცვლა სჭირდება, ხაზის მოთამაშეს. მიმართულების შეცვლა სჭირდება, სწრაფი, მაღალი მაქსიმალური სისწრაფეზე ასვლა და მაქსიმალური სისწრაფე სჭირდება. პირველი ხაზის მოთამაშეებს, მეორე ხაზის მოთამაშეებს მაქსიმალური სისწრაფის საჭიროება თუ აქვს, კარგია, მაგრამ არ უწევთ ხოლმე თამაშზე ხშირად, შეიძლება რამოდენიმე თამაში ერთხელ მოუწიოთ. ამიტომ იმას აჩქარებას უფრო დიდ დროს უთმობ, რომ იმის აჩქარება უფრო სწრაფი იყოს. სამეოთხედელებს იქაც სხვაობა არის, ცენტრს თამაშობ თუ ფრთაზე თამაშობ თუ 15-ზე თამაშობ, იქაც უფრო ჭირდება აჩქარება ცენტრს, ვიდრე მაქსიმალური სისწრაფე. ორიდან ასარჩევი რო იყოს ცენტრისთვის აჩქარება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მაქსიმალური სისწრაფე გაქვს მაგარი, რა თქმა უნდა მაგარია. აჩქარებაში რა ნულოვანი წერტილიდან ხო, ან დაბალი სისწრაფიდან მაღალი სისწრაფეზე ასვლა, ხო? და მაქსიმალური სისწრაფე პეთქებადობა რაღაცა. ხო, იქ ბევრი ნიუანსი არის, მაგრამ აჩქარება არის მოკლე დისტანციაზე რა. სპრინტერებს ჭირდებათ 1.50 ჰუსეინ ბოლტ 70 მეტრი ჭირდებოდა რომ მაქსიმალური სისწრაფეზე ასულიყო. გვიან კრიფავს. ხო, იმიტომ მართლა აჩქარება ქონდა იმას და ჩვენ ახლა ტაბუცას ალბათ ჭირდება რაღაცა 1.40-50 მეტრი როგორც სპრინტერს ნინიაშვილს იგივე რომ მაქსიმალური სისწრაფემდე ავიდნენ. მაგრამ ძირითადად 20-30 მეტრის მერე უკვე მორაგვე მაქსიმალური სისწრაფეზე არის ასული. აქედან გამომდინარე პოზიციურად ვის რაც უფრო ჭირდება იმაზე მუშაობ და ეს თამაშსაც აჩქარებს. და იმ მოთამაშეების ვისაც მაღალი სისწრაფე სჭირდება, იმ მოთამაშეებს იმ მაღალი სისწრაფეზეც ამუშავებ, ამიტომ სისწრაფე საერთო სისწრაფე მაიწია რაგბში. პლუს საქართველოს ჩვენთან. პლუს კიდე GPS-ის შემოსვლამ უკვე რაღაცა მონაცემები, მიცაც დიდაჩიდაც არის უკვე GPS-ები და რაღაცა მონაცემებს აძლევს იქ მწვრთნელებს და ისინიც ცდილობენ რომ საერთო შემოთხოვნები რაც არის იმის ვარჯიშის იმის მიხედვით დაგეგმონ და ის პოზიციურად სპეციფიური რაღაცები გააკეთონ და აი ბურთით უფრო მეტი ივარჯიშონ და ბურთით როცა ვარჯიშობ და სცენარს ქმნის ათამაშოს, ხო, ვისაც პოზიციურად რა ჭირდება, იმ სტიმულს ღებულობს. ხო, ამან ყველაფერმა შეუწყო ხელი იმას, რომ სათამაშო ტემპმაც მოიმატა დიდაჩი, ჩვენ შავლომში და ეროვნულ ნაკრებში ახ ბიჭები მაღალ დონეზე თამაშობენ, შავლომსაც უწევს მაღალი დონის თამაშები, შავლომი ემზადება სულ ელიტარული მონაცემებისთვის, რომ იქ რო შევხვდებით მაღალი დონის გუნდს, იქ რაღაცა ფიზიკური სხვაობა არ იყოს. აი ესეთი იშვიათია. იმედია მალე აღარ იქნება. მირთვი ლუდი. მე ამასობაში კითხავ ტესტებზე.
ესე იგი, ადრე იყო უფრო პოპულარული იო-იო ტესტი. მერე ბრონკო ტესტს ამბობენ ახლა. ეს ტესტები ჯერ მოკლედ რო გითხრა რა არის. და რას ემსახურება და ეხლა ორივე მოიხმარება პრაქტიკაში. თუ როგორც ვიცი, იო-იოს იმდენად აღარ იყენებთ, ხო? ჩვენ არ ვიყენებთ, მაგრამ სიმართლე რო ვთქვა, ხო, დიდი მნიშვნელობა იმას რომელიმე ტესტს გამოიყენებ, ხო, აი მაინდა-მაინც სპეციფიურ გამძლეობის სურათს არ გაძლევს. აერობული ტესტები არის, ანაერობული ტესტები არის, მაგის გარდა კიდე სხვა ტესტები არის, მაგრამ ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტესტი, რომელიც აერობული გამძლეობის რაღაცა მონაცემს გაძლევს და მე იქედან შენ შეგიძლია დათვალო ვის, როგორ უნდა გამოუწერო, ფიზიკა რა დისტანციები, რა დროები, რომ პროგრესი გააკეთოს, არის ბრონკო, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად დასაორგანიზებელი ტესტია და აყენებ ხაზზე 20 მეტრი უკან, 40 უკან. რას ნიშნავს ესე იგი როგორ კეთდება ეგ ბრონკო ტესტი? 20 მეტრი უკან, 40 უკან, 60 უკან და ხუთჯერ უნდა გაიმეორო ეს და რაც შეიძლება სხვა პოზიციებს, სხვა სტანდარტები აქვს და ხო, 5 და 5 წუთი და 5 წამი არის კარგი შედეგი ბურჯის და მე ჩამოდის 4 და 30 და თუ მახსოვს უკან ფრთების და 15 ნომრის. და იო-იო რა იყო იო-იო არის 20 მეტრი. მიდიხარ, გაქვს სხვა ხანგრძლივობა ამის დასაფარად. იწყება ბევრი დრო გაქვს, ნელა შეგიძლია გააკეთო, მე ნელა იმატებს და რო ვეღარ ეტევი უკვე დროში მისვლა-მოსვლაში მთავრდება დრო და სადაც გაჩერდი ეს არის ესაა შენი მაჩვენება. და მაკედანაც შეიძლება იგივენაირად დათვალო, მე როგორ უნდა გამოუწერო ფიზიკა. აი ხა ნაკრებში რომ მოდის ვიღაც კანდიდატი, რომ შეკრებაა და იძახებ. ხო, ამ რამე ტესტით მოწმდება ეს ახლა როგორ ფორმაშია. აი ნიკა ჩალთაშვილს დაუძახეს. ნიკა ჩალთაშვილმა ამ დროს ფიჯელივით თევზაობაში გაატარა მთელი რაღაცა ის პერიოდი, რაც ნაკრების მოხვედრამდე ქონდა. და ვერ არის ფორმაში რა. როგორ ადგენთ მაგას, რომ აი როგორ ფორმაშია და ღირს თუ არა ეხლა ამის შეკრებაზე დატოვება. ეხლა მაგალითად აი ეს იო-იო და ბრონკო და ასეთი ტიპის ტესტები ძირითადად გამოიყენება მოსამზადებლის დროს. ან დასვენებაზე რომ გაუშვებ და რაღაცა მინიმალურ სავარჯიშო პროგრამას ატან, რომ სულ არ ამოვარდნენ ფორმიდან, რომ დაბრუნდებიან, აი რამე განაკეთები აქვს თუ არა, განაკეთები ის რომ ნახო, მაშინ. ესე მოსამზადებელი და შესვენების მერე. ძირითადად მერე სეზონის განმავლობაში დრო იმისი რომ მაგხელა მანძილი სარბენი დაუთმო ტესტს აღარა გაქვს. უკვე მნიშვნელოვანი ხდება ვარჯიში, ბურთი, კი ბატონო, სტრატეგია, შესრულება, სკილსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენთან თუ ნაკრებში ახლა ჩამოყავს მოთამაშეები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა იმათ ფიზმომზადების მწვრთნელებთან, იმათ სპორტის მეცნიერებთან, რაც ნიკუ შაპინაიშვილი არის ჩვენთან სპორტის მეცნიერი ტექნოლოგიების ამბავში აბარია ტექნოლოგიები, იმათ დაუკავშირდებით, ისინი გვიგზავნიან რა აქვთ ამათ გაკეთებული. ესე იგი ვარჯიშზე GPS-ები ხო უკეთიათ იმათაც. რა აქვთ გაკეთებული ვარჯიშზე, რა აქვთ გაკეთებული თამაში, დარბაზში რა აქვთ აწეული და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია მოგვდის ჩვენ იმათი მწვრთნელებისგან და ასევე ჩვენთან რო ჩამოვლენ, რო ბრუნდებიან უკან ეს ინფორმაცია მიდის იმათ მწვრთნელებთან უკან ჩვენგან რა. ეს ურთიერთობა გვაქვს და ამიტომ რაღაც ის გასატესტად მაგ ტესტის არც დრო არის და არც ვჭირდება, ამიტომ რომ ის GPS-ი და გულისცემის მოწყობილობა ჩვენ სულაც გვაძლევს, იგი არის მზად იმისთვის თუ არა, რა დატვირთვაც არის. აი ხა მოკლე შეკრებებია, ხო? ჩამოდის 1-1000-ისთვის, მერე ცოტა ხანში მიდის, მერე ბრუნდება. აი ახლა რას აკეთებს ამ დროს ფიზმომზადების გუფი? ახლა ბევრი დრო იდეაში ფიზიკური მონაცემებიც ასამაღლებლად თქვენ არა გაქვთ. ეხლა რა საქმე გაქვთ და ასეთ პერიოდში? მაგალითად, ერთი კვირა შაბათ-კვირას ითამაშა მოთამაშემ, ესე ერთი კვირა იყო კლუბში, მე ჩამოვიდა ჩვენთან, ერთი კვირა არის ჩვენთან.
ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ, მე სამედიცინო დეპარტამენტი ღებულობს ინფორმაციას ამას თუ რამე აწუხებს, რას აკეთებს იმისთვის და ასე შემდეგ, რომ დაახლოებით ჩვენ ერთად კლუბმაც და ჩვენს რაღაცა ერთი მიმართულებით წავიყვანოთ და დიდი ცვლილება არ იყოს დატვირთვაში, იმიტომ დიდი ცვლილებები არ უყვარს ორგანიზმს. პროგრესულად ნაწილი მე კიდე უნდა ჩამოწიო დაასვენო, მე წაიყვანო, მე კიდე უნდა დაასვენო. ამიტომ თუ აქ არის და შენ ამხელა დატვირთვას მიცემ, რისკი იმისი რომ ტრავმა მიიღოს ძალიან დიდი არის. ამიტომ ვცდილობთ რომ თუ ცოტა ახლოს დავიწყოთ მაგის დაგეგმვა. მაგის გარდა დარბაზის ვარჯიშები გვაქვს გააჩნია რა ფაზაში ვართ. ძალის ფაზაში ვართ, ფეთქებადობის ფაზაში ვართ, სისწრაფის ფაზაში ვართ. აქედან გამომდინარე დარბაზის ვარჯიშები სხვადასხვა არის. დარბაზის ვარჯიშების შედგენა, მე სისწრაფის ვარჯიშებიც აგვაქვს ხოლმე გარეთ, ამ მოკლე ერთკვირიან პერიოდებში ძირითადად არ აგვაქვს მაგის დრო, მაგრამ დილით რო ადგება მოთამაშის მომზადებიდან, ვარჯიშისთვის მომზადებიდან დარბაზის ვარჯიში, მოედნის ვარჯიში, აღდგენა და ასე შემდეგ ამის ყველაფრის ორგანიზება, მონიტორინგი და კონტროლი იმისი, რომ ვინმე ზედმეტი დატვირთვა არ მოუვიდეს, ან ძალიან დაბალი დატვირთვა არ მოუვიდეს. თუ დაბალი არის, ცოტას დავუმატებთ და ტოპაპს გავუკეთებთ, თუ ხედავთ რომ ზედმეტია, ვუნებით რომ მოთამაშე ეს ყველაფერი შეთანხმებულია მთავარ მწვრთნელთან, ხო ესეა, რომ იმან მე არ შეიქმნას რაღაცა ის რომ კონფლიქტური სიტუაცია, რომ აი მე მჭირდება და რაღაცა. თქვენი დრო გაქვთ ალბათ, როცა პროცესის ამბავი არის ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ დილით დეპარტამენტების კრებები არის დილით ადრე, როცა მოთამაშეებს ძინავთ, დეპარტამენტების კრებების მერე საერთო კრებები არის, შეიძლება იყოს ფიზმომზადების და სამედიცინო დეპარტამენტის კრება, მერე მწვრთნელებთან კრება და იგეგმება ყველაფერი, ვის რამდენი შეუძლია, ვინ რამდენი უნდა გააკეთოს, გავლილია ეს ყველაფერი მწვრთნელებთან და მერე ხდება ამის ყველაფრის შესრულება დღის განმავლობაში, რაც დაიგეგმება. შეიძლება ადრე ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ვიცი რომ და მახსოვს რომ რამდენი მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის წინ არის ხოლმე რაღაცა ესეთი შეკრებები, აი ჯოხეთურთან მიახლოებული ძალიან მძიმე რა. რა შვებით აპირებთ ამჯერადაც, ახლა უკვე გავედით მსოფლიო თასზე. ეგ ვიცით. თუ რამე განსხვავებული შეიძლება იყოს, ახლა როგორ საბოლოო ჯამში ალბათ მთავარი მწვრთნელი იქნება სათავეში, ხო? ამ იმისი შესაბამისად ისიც მეტია მისი პასუხისმგებლობა. აი მოსამზადებლის სოფლიოსთვის მოსამზადებელი არის განსაკუთრებული რამე, ამიტომაც არ გავუშვი გრძელი, საკმაოდ გრძელი პერიოდი გაქვს მოსამზადებლად, ყველა გუნდს და ყველა გუნდი ცდილობს რომ იყოს ფორმის პიკში მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ზოგი ახლა ამ თამაშს უმიზნებს, ზოგი იმ თამაშს უმიზნებს, ზოგი ფინალს უმიზნებს, მაგრამ შეძლების დაგვარად ყველა გუნდი ემზადება მაქსიმალურად იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარ ფორმაში შეხვდეს მსოფლიო ჩემპიონატს. თუ ლიდერ გუნდებზე ვიც თასის მოგებას უმიზნებს, ისინი არ ხვდებიან პიკში, მაგრამ ისინი მერე უნდა აიყვნენ პიკში, მეოთხე ფინალებში, ნახევარ ფინალებში. ისინი ცოტა შედარებით სხვანაირად გეგმავენ ამ ამბავს, მაგრამ ეს არის შანსი იმისი, რომ ფიზიკური კონდიციები აწიო სასურველ დონეზე, რისი დროც არ აქვს. ერთი კვირით რო ჩამოდის ერთი კვირით რო ჩამოდის მოთამაშე, იმის დრო არ აქვს, რომ მაგხელა დატვირთვაზე მიიყვანო, იმის დროც არ არის, რომ აღიდგინოს, ამიტომ იქ რაგბი არის უფრო პრიორიტეტი. ყველაზე დამტვირთველი პერიოდი ფიზმომზადებისთვის არის მოსამზადებელი პერიოდი, სეზონის წინა მოსამზადებელი პერიოდი და ამ მსოფლიოს მოსამზადებელი არის არა მარტო მოთამაშეებისთვის, ჯოჯოხეთურას რთული ორი მსოფლიოს მოსამზადებელზე ვიყავი მე და აი ასე მიბობრდები ლოგინამდე და
გაითიშები, აი ასე ვამთავრებს სტაფიც. არა მარტო მოთამაშეები, რა თქმა უნდა მოთამაშეები. ესე იგი იგივე გელოდება ну ჯერ არა, მაგრამ და აი ერთი სული მაქვს როდის მოვა. ხო არა. ხო, ну ეხა ეგ არა არის. მოკლედ კიდე და დიდხანს არ დაგაყოვნებ. აი პიკის მიღწევა როგორი გეგმება? რომ აი ახლა მინდა ამადა ამ მომენტში მინდა პიკს მივახციო და ხშირად არის თუ არა რომ ვერ არტყავ გამაზვა მაგისი და ადრე პიკი ან დაგვიანება ან ეგეთი რაღაცეები თუ ხდება. პერიოდიზაცია ქვია ფიზმომზადების ამ განხრას, რაც სხვა მეთოდი არსებობს დაგეგმვის, როგორ წაიყვან მოსამზადებელს იმისთვის, რომ გინდა ამ თამაშისთვის იყო პიკში მაგალითად. თავიდან იწყებ საფუძვლებს ჩაუყრი, მოცულობის ამტანი უნდა იყოს და ყველაზე მარტივად რო ახსნა. მე მიყავს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მე მოცულობა მცირდება, მაგრამ ინტენსივობა იზრდება. და ტეიპერინგი ქვია, აი მაგალითად ერთ კვირას რო აწევ ძალიან მაღლა რო დაღლი, ხო, მაგალითად შვეიცარიას რო ვეთამაშებოდით, შვეიცარიისთვის რომ მომზადებულიყავით, ის კვირა ფიზმომზადების კუთხით არ იყო მაგისთვის. ის კვირა იყო იმისთვის, რომ ნახევარფინალი ფინალისტვის ყოფილიყავით პიკში. ესე იგი იქ დატვირთვა მაღალი იყო. დარბაზში ძირითადად ძალისმიერი ვარჯიშები იყო. მერე გადადიხარ უკვე რო უახლოვდები უფრო სპეციფიურ რაღაცეებზე, უფრო ფეთქებადობას, უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებ, მოცულობა ცოტა მცირდება. მერე გადადიხარ სწრაფეზე, რაც შეიძლება სწრაფად შეგეძლოს იმის გამოყენება. აი კონკრეტულად იმ პერიოდში, სადაც გინდა რომ პიკში იყო, იქ მოცულობა შემცირებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ან ასე რომ თქვა, ეხლა ვახსენე დიდაბაროდზე რომ მუშაობს ორგანიზმი და იჩვევ ამ დიდაბაროდზე მუშაობა, შენ რომ შეუმცირებ იმას საქმეს, ორგანიზმი მაინც მზადაა დიდაბაროდისთვის. ხო, მიხდი რა. ეს უნდა გაითვალოს ისე რომ რაღაცა პერიოდის მერე შენ თუ საკმარისი დატვირთვა არ მიწი წამოვა ეს ქვევით ისევ და დაუბრუნდება baselines, ასე ვთქვათ. ამიტომ რაღაცა პერიოდის მერე კიდე უნდა აუწიო, მე ჩამოუწიო შეამცირო ისე და მეცნიერებაში პერიოდიზაცია. ჩვენ არ ვიცით ეგ მეცნიერება შენ იცი და ძალიან დიდი მადლობა რომ ესე გულიანად ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ არ დავიმთავრებია. ეხლა მითხარი აიას ცხოვრებაში თუ ხარ ჩართული რამენაირად. ეხლა მაინც მშობლიური გუნდია. რა თქმა უნდა. თავარი მწვრთნელია. გიოსთან გააქვს რაგბიზე ესეთი კამათები და რაღაცეები. ეხლა բայց ოჯახში კამათი ნაკლებად ძირითადად ვეთანხმებით ხო ერთ ჩვენი აზრი აი ახლოსა ერთმანეთთან გიო ასე ვთქვათ როგორც მოთამაშეც აი ვორკოჰოლიკი იყო და როგორც მწვრთნელიც ვორკოჰოლიკია, ძალიან ბევრს მუშაობს. მე კონსულტაციების დონეზე ვარ ჩართული აი ეს ამბავში და აი რაღაცეებში ვეხმარები აქ ფიზმომზადების მწვრთნელების განვითარებაში იქ მოთამაშეები რომელთანაც კაი ურთიერთობა მაქვს და მიმუშავია ისინი არ ერიდებიან იმას რომ მოვიდენ კითხონ რაღაცეები ამიტომ ეს კონსულტაციის დონეზე ძირითადად აი ეს ვარჯიშზე არ ყოფილვარ დიდი ხანია რამე ხომ არ გინდოდა გეთქვა და მე ამ ჩემი ტექნიკური შეკითხვებით ხომ არ წაგართვი მაგის საშუალება რამე ხომ არ საუქენი რა ქვია ერთი რამე რაც მინდოდა მეთქვა აი მაგალითად აიაზე მკითხე და პრეზენტაცია გავუკეთე აიას ბიჭებს ახლა შესვენება რო ქონდა ჩემმა ძმამ მთხოვა და ყველაზე დიდი შეცდომა რასაც უშვებენ მოთამაშეები არიქა მაგით უნდა დაგვეწყო ამაზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა სამწუხაროდ აი რაღაცეებს რასაც პატარა შედეგი მოაქვს იმაზე აქვს წარმოდგენა რომ იმას ძალიან დიდი შედეგი აქვს და რაღაცეებს რასაც
ძალიან დიდი შედეგი მოაქვთ. იმას არაფრად არ თვლიან. რა არის ეგეთი? ძილი მაგალითად. მაღალი ხარისხის ძილი, ნუტრიცია, სწორი ვარჯიში და დანამატები გონიათ, რომ დანამატები სასწაულშვება. ამ დროს დანამატების როლი არის ძალიან პატარა, დანამატი არის საკვები. ხო, საკვები არის ძირითადი. დანამატი არის დანამატი. ის გონიათ დანამატი რა მოდი ცოტა გასაგებენაზე ვთქვათ. აი ეს კრეატინები და პროტეინები და რაღაცეები ესენი. კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე კრეატინი და პროტეინი, ანუ ცილა. ხო. ყველაზე გამოკლეული დანამატები არის და დამტკიცებულია, რომ ძალიან ეფექტურია ერთის და მეორეც. მაგრამ ადგილი ეფექტის არ არის ძალიან დიდი. შენ ძილს ვერაფრით ვერ შეცვლი კრეატინით. მიუხედავად იმისა, რომ კრეატინს თუ დალევ, როცა ცუდი ძილი ქონდა, ცოტა ენერგიას გაძლევს და ხოდავს და თავის ტვინს ფუნქციონირებას აუმჯობესებს. მაგრამ ძილის როლი თუ არის ამხელა, კრეატინის როლი არის ამხელა. და ჩვენ დავსდევთ ამხელას და ამას არ გონია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ძილს და ძილის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დანამატებს შედარებით პატარა როლი აქვს და მნიშვნელობა, ამიტომ გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რასაც შეუძლია უფრო მეტი მოგცეს, ვიდრე ვზდიოთ იმას, რასაც ძალიან პატარა რაღაც შეუძლია მოგცეს. ოქროს რჩევა. სხვათა შორის გიორგი ჯავახია იყო აქ და მითხრა, რომ ცოტა ისე ცხოვრობდიო, ცეკვა მიყვარდაო, ღამის ცხოვრებაო, გასვლა, გამოსვლა რაღაცა და ვერ ვიყავიო ისე კარიერაში, როგორც სურვილი მქონდა, მაგრამ ეხლა უკვე მივხვდი და რაც ეს შევცვალეო, ხო, რაც ძილს დაუთმე რაღაც ისა, უკვე სხვა. ძალიან ბევრი იმოთამაშისგან გამიგონია იგივე. მაგ გადაცემასაც ვუყურე გიორგისი და ძალიან ბევრი მოთამაშის ჩემ ძმასაც იგივე აქვს დაახლოებით ნათქვამი და ძალიან ბევრ მოთამაშეს უთქვია იგივე. სამწუხაროდ გვიან ხვდებიან ამას. არიან მოთამაშეები, რომლებიც ადრევე ხვდებიან ამას და რაც უფრო მეტი იქნებიან ისეთი მოთამაშეები, რომ ადრე მიხვდებიან მაგის როლს. იცი რა, ჩვენ ახლა იმის იმედად ხო ვერ ვიქნებით, რომ 17-20-22 წლის ბიჭი თავისით უნდა მიხვდეს ხოლმე. ალბათ უნდა ამისი განათლება, უნდა ახლა მაგის იმედად რომ ვიყოთ, რომ თვითონ შეგნებით რაღაცა ძალიან პატარა შანსი გვექნება იმისი, რომ აი შენაირი ადამიანები ხა თუნდაც ამ გამოსვლით შეიძლება ვიღაცა დააფიქრე რა და უკვე კარგია. თან როგორი რაღაცა, იცი, ახალგაზრდა რო ხარ, ხო, მაინც ხოძე ხარ რა, ასე ვთქვათ, მაინც ისე ხარ, შეიძლება ცუდად გეძინა, მაგრამ მაინც ვერ ამაჩნევ იმას და ასაკში რო შედიხარ, უკვე იგი საგრძნობი ხდება შენთვის და მე მაგიტოცული მასეთ რაღაცეებს და შენ რო ვერ ამჩნევ, იგი იმას არ ნიშნავს, რომ შენ მეტს ვერ გააკეთებდი თუ სწორად დაუთმობდი დროს აღდგენას და ასე შემდეგ. ამიტომ გართობა და ასე შემდეგ მაგას უნდა კონდეს თავისი დრო მორაგბისთვის, რომ თავარი საქმე არის ის, რომ შენი ორგანიზმი ფუნქციონირებს, ფიზმოზადების კუთხით ვამბობ კიდე, ფუნქციონირებს უმაღლეს დონეზე. თითქმის აი შენ ლიმიტთან იყო რა ახლოს რა. გავიგე, მივხვდი რასაც ამბობდა. ორი ხელით, რან რას აფუძველი მაქვს თუ არ დაგეთანხმო. გაიგეთ მეგობრებო. თურმე უნდა დაიძინოთ, როცა დაძინების დროა. ძილი არის შეუცვლელი რაღაცა, რასაც ვერაფრით ვერ შეცვლია. ამიტომ ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, რომლის ხელის შეშლაც მერე ცუდ რაღაცებს იწვევს. განსაკუთრებით ახ სპორტსმენისთვის. ახ მაგალითად კვლევები არის ძილის ხანგრძლივობასა და ძილის ხანგრძლივობა და ტრამვის რისკი. რაც უფრო ცოტა გძინავს, რისკი ტრამვის მეტი არის მაგალითად. ამის გარდა კიდე ბევრი მაგალითი შემიძლია ვთქვა, რომ თუ მე აღდგენა უფრო ნაკლებად ხდება ვარჯიშისგან და ასე შემდეგ. აი ხა მახსენდება, ერთხელ წავედით სამოყვარულო ტურნირზე, 7 კაცა ტურნირზე ირანში. და
ჩვენც ახლა სამოყვარულო გუნდი ვიყავით და ტურნირით შესაბამისად სამოყვარულო იყო სადღაც სპარსეთის ყურეში, სადღაც კუნძულზე, მარტი იყო, ციოდა მახსოვს თოვდა აქა და ჩავედით შორტები და კაი ზღვა, კაი ის მოკლედ მაგარი ადგილი იყო, რა მაგრამ ირანი იყო ხო უბრალოდ. ხო და აქედან რომ წავედი მე რაღაცა ეთყობა ან გრიპი მქონდა რაღაცა ისე ვერ ვიყავი და გადავდე ერთ აი ესეთი გუნდელი გვყავდა რა, ჯაგა რა. ხო და ეთყობა გადავდე იმას. მე იმის გამო რომ სუდად მეძინა აი ამ ავადმყოფობით დასუსტებული ვერც ნორმალურად ვითამაშე, ვერც ვერა. იმან ერთი დღე თეირანში ქონდა გაჩერება და მთელი დღე ეძინა. და დაგლიჯა რა. მეორე დღეს ჩემი მიცემული ავადმყოფობა მე დამევე დამრჩა და იმან იმ ერთ დღეში მთლიანად მოიშორა და გავიდა და ვითამ. ნუ აი მესმის, რასაც ამბობ, ეს ჩემი პატარა ის არის, მაგრამ საბუთი იყო ჩემთვის, რომ ასე ძირი რომ შემეძლოს. მე შემიძლია დავადასტურო და უამრავი სამეცნიერო ნაშრომი და კვლევა ადასტურებს კიდე იმას, რასაც ვამბობ. ძალიან საინტერესო იყო, მე ვფიქრობ, ვისაც რაგბი აინტერესებს არა მხოლოდ ბუღალტერიის კუთხით, არამედ ცოტა სიღრმეებში და ჩაკირკიტების თვალსაზრისით, მე მგონი რომ დღევანდელი საუბარი იმისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება და რა ვიცი, აბა ამისთვისაც არსებობს ეს არხი, რომ ეგეთი რაღაცეებს ზედაპირულ თემებზე არ გავჩერდეთ და ჩავიდეთ სიღრმეებში. გამოიწერეთ ჩვენი არხი ოვალური სტუდია, მეგობრებო, უყურეთ ხოლმე როცა იქნება, კომენტარები დაწერეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და რა ვიცი, იყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. დავით ნემსაძეს. დიდი მადლობა თქვენ. საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელს, ასეთი მე მართლა შტაბ-ჭრილების ქვეშ ვარ, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დავით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან დიდი მადლობა იმის საქმისთვის, რა საქმესაც აკეთებთ. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, ქუდი ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, სოქუდი ქვია. ქუდი კი. ძალიან ლამაზად გაკეთებულია და მორაგბულად. გადავიღეთ, ხო. ძალიან დიდი მადლობა. და მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვიყავი. მეც მიხარია, ძალიან დიდი მადლობა. აი გიოს кайხანია ვიცნობ, შენ არ გიცნობდი. რამდენი ხანია ვფიქრობ, რომ ახლა გიორგის დაუძახო, მაგრამ მე მართლა დავფიქრდი, კაცო, ეს კაცი აგერ აფსეთ საქმეს აკეთებს. რაღაცა გიორგი, რა თქმა უნდა, იმასაც დავპატიჟებ, ადრე თუ გვიან კაცო, მაგაზე კი არ არის, მაგრამ ასე თუ ისე ვიცნობთ ყველანი რაღაცა და აბა იქნებ იქიდან რაღაცა და თურმე არ შევცდი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი. კარგად მეგობრებო, აბა მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. ნახვამდის.